ნინია კაკაბაძე ჩაგვერთვება ჩვენ ახლა ჟურნალისტი ნინია საღამოშტობისა მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად აი გადაცემის დასაწყისში წავიკითხე 4 რამ რაც დღევანდელი დღის ამბებია მზია ამაღლობელი განაჩენს ელოდება ნინო დათაშვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანას თეა წულუკიანი დასკვნას ამზადებს და წიგნად გამოცემას აპირებს და ზაზა შათერიშვილი კიდე გვიმტკიცებს რომ ტრამპმა ივანიშვილის გზიდან გადაუხვია და შეუერთდა ბოროტ ძალებს აი ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა როგორ უნდა შევაფასოთ გავიგეთ რომ ცოტა შეიძლება გავიცინოთ კიდეც მაგრამ თანამედროვეულად ძალიან მწვავეა ეს ამბავი და მწარე კი ბატონო მოგესალმებით სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე მგონი უფრო საბედნიეროდ იქიდან გამომდინარე რომ დღეს მთელი დღეა სასამართლოსთან ვარ და ამ ამბებზე ვარ გარდაცვლილი შათერიშვილის წერილს ვერ გავეცანი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ საქმე გვაქვს კიდევ ერთ მორიგ შედევრთან რომელსაც ის თავაზობს ხოლმე დანარჩენ საკითხებს რაც შეეხება არ ვიცი მართლა ძალიან რთულია დღეს მოგეხსენებათ ყველას გვიწევს ამ ყველაფრის შეფასება რასაც ვუყურებთ და არ ვიცი რა დავარქვა თუნდაც აი ამბავს რაც მზიას ირგვლივ ვითარდება როგორც მას ექცევიან აი სადიზმი რომელსაც რეჟიმი ავლენს რომელსაც არ კმარა ის რაც უკვე გამოიჩინა ის რის გამოც ადამიანი ყავთ დაკავებული სრულიად უდანაშაულო აბსოლუტურად შეუსაბამო სასჯელს უმზადებენ მას როგორ ექცევიან როგორ ეპყრობიან როგორ მოეპყნენ მაშინ როდესაც ეს დააკავეს და ვერ ვხსნი აი მაგალითად რატომ გადაიდო დღევანდელი პროცესიც ან კი მზიას უკანასკნელი დასკვნითი სიტყვა და განაჩენის გამოცხადება რატომ ორივე არ შეიძლებოდა რომ 6 აგვისტოს ყოფილიყო ზეგ ხომ მართლა წარმოუდგენელი არის ვერაფერს ვერ ფიქრობ ვერანაირ რაღაც არგუმენტებით ვერ გამყარებენ ვერც ისინი და ვერც მე ვერ ვხვდები ერთადერთი არის ის რომ მათ უბრალოდ სიამოვნებთ ადამიანის წამება იმიტომ რომ თუ კი ერთი გრამი ტვინი მაინც აქვს თავში მიხვდებიან რომ ხალხს გარეთ ისინი ვერ დააცოტავებენ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ზიას კოლეგები და მეგობრები აი ამ ერთ კვირაში უკვე მესამეჯერ გადიან ერთი დღის განმავლობაში აი ამ გზას თბილისი ბათუმი ბათუმი თბილისი არ ეზარებათ ცხადია ისინი აუცილებლად ზეგისევ დაბრუნდებიან და უკან ჩამოვლენ მე პირადად მაგალითად 2 დღით წამოსული აქ ჩავჩი და საერთოდ არ მომდივარ უკან იმიტომ რომ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს სანამ არ გვეცოდინება უკვე რა გვიჭირავს ხელში მანამდე არ ვაპირებ რომ აქაურობა დავტოვო ასე რომ იმედი იმისა რომ აქ ხალხი შეცოტავდება და ისინი სისხნარეში და სიმშვიდეში გამოაცხადებენ განაჩენს ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს რაც შეეხება დღეს მზიას სიტყვას ეს იყო კიდევ ერთხელ აი ძალიან მარტივად უბრალოდ რაღაც მართლა სინათლის და სიბნელის დაპირისპირება ეს ადამიანი არის რომელიც აი ცარიელ სინათლეს და სიკეთეს ასხივებს ადამიანი რომელმაც თავისი სიტყვა დაიწყო სხვა ადამიანზე ზრუნვით და წუხილზე ლაპარაკით ადამიანი რომელიც ბოდიშსუხთის თავის ახლობლებს და ეუბნება რომ აი ამ ძიმე დღეებში თქვენ ჩემს გარეშე გიწევთ აი ამ ძიმე დღეების გავლა და ბოდიში მოუხადამთ ერთი სიტყვით მე არ ვიცი მართლა საზღვარი არ აქვს როგორც აი ამ ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ბოროტ მოქმედებას არ აქვს საზღვარი ისე საზღვარი არ აქვს ჩვენი პოლიტპატიმრების ყველასი მე ვიტყოდი და განსაკუთრებით აი ამ ჩვენი სიმბოლოსი ბრძოლის მზია ამაღლობელის სიკეთეს რომელსაც ის მართლა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ასხივებს ამიტომ აი ამ კონტრასტის ყურება არის ერთდროულად გიხარია რომ შენ ხარ აი ამ ნათელ მხარეს და წარმოადგენ იმ მხარეს რომელსაც მზია ამაღლობელი წარმოადგენს და მეორეს მხრივ შემაშფოთებელი საშუალოდ როდესაც უყურებ რომ შენს ქვეყანას აი ეს ბოროტი ძალა მართავს ამოდროულად ჩვენ ხედავთ კიდევ შემზარავ მიმართულებას ფსიქიატრიის გამოყენებისა პოლიტიკური მიზნებისათვის ნინო დათაშვილის შემთხვევაში, ხო? ეს უნდობლობა რაც არსებობს საზოგადოებაში რეჟიმის მიმართ და რეჟიმის ყველანაირი ტიპის, ასე ვთქვათ, დასკვნის მიმართ იქნება ეს მშენებლობებთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს დაემატა უკვე ისეთი სენსიტიური მიმართულება, როგორც არის ფსიქიატრია, ხო? ჩვენ თუ აქამდე არ ვენდობოდით და ნამდვილად არ არის სანდო, როცა რეჟიმი ამბობს რომელიმე შენობაზე რომ ეს ავარიული ან არ არის ავარიული,
იმიტომ რომ ისე ჭრიან და კერავენ როგორც აწყობთ ამ მიმართულებით, დაახლოებით იგივე რეალობა იქნება ამ კუთხითაც, ხო? თავისთავად რას გვეუბნება ნინო დათაშვილის შემთხვევა, ეს ამბავი ფსიქიატრიის ასე შემოტრიალება თანამედროვე საქართველოში, რასაც თითქოს ერთი შეხედვით არ ცველოდით. ხო, როგორც ჩანს, მაინც ჩვენ ბოლომდე ადეკვატურად ვერ ვაფასებთ აი ამ ბოროტებას, აი ამ ბოროტ ძალას, რომელიც მართავს ჩვენს ქვეყანას. მართლა ვერ ვაფასებთ ადეკვატურად ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ველოდით, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცეები გვიკვირს, არ ველოდით რომ დღეს კიდევ გადადებდნენ თქვა მზიას სასამართლოს, ხო? არ ველოდით რომ უკვე აი ამ კომუნისტების მიერ აპრობირებულ კიდევ ერთ ესეთ ბოროტმოქმედ ხერხს ისინი ჩართავდნენ საკუთარი მართვის მექანიზმებში, საკუთარი აი ამ სისასტიკის დეკლარირების რეჟიმში უკვე ასე პირდაპირ ყველა აბსოლუტურად ყველა ხერხს იყენებენ ის რაც ყველაზე ცუდ და ბოროტ რეჟიმებს ახასიათებთ, ხო? ეს არის აი ესე ადამიანის ეგრეთ წოდებულ გიჟად გამოცხადება, ეს არის ყველამ ვიცით უკვე და ხა მე არაფერს ახალს არ ვიტყვი, ამაზე ვსაუბრობთ ბოლო დღეებია, რომ ეს არის აი იმ საბჭოთა სასტიკი რეჟიმის დამახასიათებელი ერთ-ერთი იარაღი ადამიანების წინააღმდეგ და ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის აი ამ ბოროტმა ძალამ უკვე აი ესეც კი ჩართო, რატომ? იმისათვის რომ მოახდინოს რაღაცნაირად კიდევ უფრო მეტად დისკრედიტაცია ხო პატიმრების და პოლიტპატიმრების, რომელსაც ჩვენ აი ესე ბოლომდე ნდობას ვუცხადებთ, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მათ ღირსებაზე ვსაუბრობთ. ისინი ახლა ამ სახით დაუპირისპირდნენ, რომ ისინი პოლიტპატიმრები არა ღირსეულები, არამედ გიჟები არიან. გიჟი არის, ხო, ვიღაცაზე ამბობენ. ჩვენ ყველანი ვართ გიჟები, ადამიანები, რომლებიც აი ამ ძალადობრივ სისტემას არ ვებუებით, შეგიძლიათ ყველანი გამოგვაცხადოთ, ამისი არ გვეშინია და ვერ შეაშინებს ვერც ნინო დათაშვილს და სხვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეხლა აი ამ სამედიცინო ტერორისგან გვყავს გადასარჩენი ნინო დათაშვილი, რომელიც შეიძლება ფსიქიატრებმა, რომელნიც სისტემის მონები არიან, შესაძლოა შეასრულონ ის მითითებები, რომელსაც ისინი მიიღებენ, აი პოლიტიკური მითითებები. მათგან გვყავს გადასარჩენი და კიდევ ერთ ვიტყვი, რომ აი პირველად ეს გამოცადეს აი ეს ადამიანის და პოლიტპატიმრის გიჟად გამოცხადება ქალზე. იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში ბევრად უფრო მარტივია, რომ საზოგადოება ქალის სიგიჟეში დაარწმუნო, ვიდრე თუნდაც კაცის. ხო, არის რაღაცეები, სადაც გენდერი არის ხოლმე გადამწყვეტი და მე ვფიქრობ, რომ ეს იყოს სრულიად მოფიქრებული, კარგად და სპეციალურად ქალი პატიმრისათვის მისადაგებული აი ეს რაღაცა იარლიყი, ვითომ მის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი სახე აი ამ ბოროტების, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს და რომელსაც ჩვენ რაღაცაად ხო არ ვიცი, ძალიან ძნელია, არ ვიცი მე რა უნდა, მაგრამ დაუპირისპირდეთ აუცილებლად. ნინი, აუცილებლად მინდა რომ დასრულისკენ წავიდეთ, მაგრამ უნდა გითხო, დღეს ელდარ შენგელაი გარდაიცვალა და როგორც კინოცოდნეს მინდა გითხო ასევე. იცი რა, დღევანდელ დღეს, აი როცა ნინო დათაშვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყავთ, როცა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესია, ბუნებრივია ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვესმოდეს და ამ დღეებში და გასულ თვეებში გაგვეგო ბევრი ადამიანის ხმა. თუმცა მათი ფილმები რჩება, ხო? მათ ხმად მათ შორის შეიძლება ასეთ ჩავთვალოთ. ელდარ შენგელაის გარდაცვალებაზე რომ ვთქვათ, მათ შორის მის გამილგზაზე და მის ფილმებზე, რას ნიშნავს ეს ამბავი ქართული კინოსთვის და ქართული კულტურისთვის უფრო ზოგადად, ხო? ეს კიდევ უფრო ღრმა კვალი დატოვა მისმა ფილმებმა, ვიდრე უბრალოდ კარგი ფილმებია, ხო? რაღაცნაირად თითქოს მართლა ჩვენი თვით აღქმის ნაწილადაც კი გადაიქცა. რა თქმა უნდა, ძალიან მოკლედ გამიჭირდება ელდარ შენგელაის მთელი შემოქმედების შეფასება, მაგრამ ეს ვიტყვი, რომ ყველა მიცის ძირითადად მისი კინონიმუშები შეიქმნა 60-იან წლებში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა, მაშინ როდესაც იყო ცენზურა და ელდარ შენგელაია იყო ის ერთ-ერთი გენიალური ქართველი რეჟისორი, რომელიც ცდილობდა ეგრეთ წოდებული ეზოპეს ენით, იგავური ენით ერთქვა ის სათქმელი, ხო? ცისფერი მთები იქნება თუ შერეკილები იქნება. ყოველთვის აი ხა რაღაცნაირად ათ მქონდა თავში ამაზეაც ვფიქრობდი, მაგრამ გადაება თავისთავად, რომ ეს რეჟისორები ხშირად სწორედ იმისათვის, რომ მათი ფილმის პერსონაჟებს ელაპარაკათ სიმართლე,
და ის რისი თქმაც აკრძალული იყო, ხშირად ამას ათქმევინებდნენ ხოლმე ოდნავ ეგრეთ წოდებულ შერეკილ ადამიანებს, ხო? როგორიც იყო მაგალითად ეს არის ფილმში შერეკილები, სადაც ეს იყო ერთგვარი მხატვრული ხერხი იმისათვის, რომ გეთქვა და მაყურებლამდე მიგეტანა ის ნამდვილი ის სათქმელი, რისი თქმის ღიად თქმის საშუალებაც შენ მაშინ არ გქონდა. ასე რომ დღეს ჩვენ ყველანი ამ რეჟიმში სამწუხაროდ რაღაცნაირად ვიქეცით იმ შერეკილებად, რომელიც ჯერ ვერ მოგვიქოლეს მთლიანად, მაგრამ ცოტა ხანში ალბათ აქამდეც მივალთ, სადაც შეიძლება ჩვენც კი დავჭირდეს უკვე ოდნავ შერეკილად თავის წარმოჩენა იმისათვის, რომ სიმართლე ვილაპარაკოთ, იმისათვის, რომ ამისათვის არ დაგხვრიტონ, რასაც ალბათ მალე თეატრულკიანი საკუთარი მამის საუკეთესო ტრადიციებიდან გამომდინარე აღადგინს კიდევაც და შესაძლებელია დახრეტაც დაბრუნდეს უკვე თუ ასე გააგრძელეს, აქამდეც მივალთ. ერთი სიტყვით ელდარ შენგელაიას ფილმების პერსონაჟები ჩვენც ვართ, რომელნიც სიმართლეს ვლაპარაკობ და ელდარ შენგელაიას ფილმების პერსონაჟები არიან დღეს ეს ეგრეთ წოდებული ჩინოვნიკები, მთელი საფული ოცნების ეგრეთ წოდებული ელიტა, რომელნიც არიან ეს გამოფიტული ცარიელი ადამიანები, უსაქმური საქმიანები, რომელნიც ვერ აკეთებენ საქმეს, მაგრამ სულ რაღაცას ფუსფუსებენ, თუმცა მათი ერთადერთი საქმე შეიძლება ფულის შოვნა იყოს, მაგრამ შენგელაია არის ერთი სიტყვით ზუსტად ერთ-ერთი ის კინორეჟისორი, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩვენს საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას საბჭოთა პერიოდში და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან ვემსგავსებით და მოახლოვდებით ისევ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც გავიარეთ საბჭოთა წარსულს, ჩვენც ყველანი ჩვენი ხელისუფლებასთან ჩვენი ხელისუფლებით ჩათვლით, რაღაცნაირად ხდებით მისი ფილმების პერსონაჟები და მადლობა ამ ადამიანს იმ შესანიშნავი და არაჩვეულებრივი ფილმებისთვის, რომელიც არა მხოლოდ განყენებული მხატვრული ნაწარმოები, არამედ ჩვენი სარკე იყო, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ყოფის. მადლობა ძალიან დიდი, ნინია კაკაბაძე იყო ჩვენთან ერთად, ჟურნალისტი, კინომცოდნე. მადლობა ნინიას.